გამოსწორების გზას ვხედავ ორი მიმართულებით. ერთი არის ფინანსები, რასაც ყველა თანხმდებით, ოღონდ ეს მგონია ყველაზე რთული ნაწილი და მეორე ჩემი ესე ვთქვათ აზრით გამოსავალი ამ ყველაფერში არის ის რომ თითოეულმა გულშემატკივარმა რაღაცნაირად უნდა ვირწმუნოთ თავიდან და თუნდაც აი სტადიონზე სიარული შეგვიძლია ზოგადად ხალხის რაღაც გარკვეულ მასას ბევრი რაღაცის ცვლილება შეუძლია, ხო? მაყურებელს შეუძლია რომ რაღაცა შეცვალოს და კლუბზე მოახდინოს გავლენა. პირობითად რომ ვთქვა 10,000 გულშემატკივარი დადის თავშად დინამო ბათუმის ყველა თამაშზე და პირობითად ვამბობ კონკრეტულად თქვენ, რადგან აქ ხართ და ცუდად არ გამიგებთ, აი დავუშვათ რაღაცა ისეთი შეცდომა დავუშვით, რაც იყო ესეთი რა მიუღებელი. აი 10,000 და გადავაბრალეს სხვა მოვლენას. ხო, პირობითად მაგას გულისხმობდი ზუსტად. მაგრამ აი ეს 10,000 გულშემატკივარი ხედავს რომ აი თქვენი ბრალი. ეხლა 10,000 გულშემატკივარი რომ გამოვიდეს და ყველა მეორე კვირას როგორც არის საშინაო მატჩებზე და რო თქვას რომ აი წადი დაუშვათ გადადექიან რაღაც როგორც ხდება ხოლმე ხო ხო შეიცვლება პირობითად რომ თქვენი თანამდებობა. ზოგან პრეზიდენტის წასვლას ითხოვენ, ზოგან რაღაცას ითხოვენ და ჩვენ თუ მივალთ და ამას მოვითხოვთ, შეგვიძლია ჩვენ რაღაცა ესე ვთქვათ ვაიძულოთ. თუნდაც ხშირად არის ხოლმე რომ ფეხბურთელების მისამართი კრიტიკა რომ აი არ თამაშობენ ტემპი რაღაცა ის მარტო როცა ხარ სტადიონზე, აი მეც ხა ხო არც პროფესიონალი მოთამაშე ვარ არაფერი, მაგრამ რაღაც ეტაპზე ხო ყველა სადღაც გვითამაშია, ხა სად პირობითად რომ მე და ჩემი ძმაკაცები რო ვთამაშობდით, სხვა მუხტი მქონდა, მაგრამ აი სად ვიყურებდა კიდე სხვა მუხტი მქონდა, ხო მithumetes ხა ამდენი ადამიანი. ჩემი პირადი აზრია რომ ეს არის გამოსავალი, ოღონდ ესეც ძალიან რთულია. ისაც ბევრი ჩემპიონატია, სადაც არ არის არც შედეგები, ესეთი, რაც ჩვენ გვინდა, ასაც ვითხოვთ, ხო, ევროსპარიზზე გასვლას, მაგრამ ხმაყურებელი მაინც დადის. მილიონი მაგალითია ხო გუნდი აგებს და მაყურებელი მაინც არის. აი ეს რაღაცა ის გულშემატკივრობის ეს ნაწილი ჩემი აზრით ამაზე უნდა იმუშაოს ყველამ. ჩვენც კლუბებმაც ვინც კი ფედერაცია არ ვიცი, ვინც კი საერთოდ ფეხბურთთან რაიმე შემხებლობაშია ჟურნალისტიდან დაწყებული, ნებისმიერი რიგითი რაღაც ადამიანი დამთავრებული ყველამ ამ მიმართ, იმიტომ რომ სხვა გზას მე პირადად ვერ ხედავ. ყველამ უნდა იმუშაოს, ანუ მხოლოდ გულშემატკივარი თუნდაც ეს 10,000 მოვიდა, მაგრამ დღეს ის მოვითხოვი ამის შეცვლას, ეგ იმის შეცვლას, ვერაფერს რო ვერ ხედავ, ეგრე ანუ მაშინ 10,000 ალბათ იტყვის რომ გადმომაბარე მაშინ მე და მე მართავ. კი ბატონო. არგენტინაში მომხდარა ეგეთი რაღაცები. ხო, რაღაცა ალბათ საბოლოოდ შეიძლება აქაც მოხდეს ის კაც. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.